საათზე მეტია, რაც აქვთ. ახალგაზრდული მოვიდა და მითხრა, რომ ალბათ ვერ გაიგებთ, იმიტომ რომ აქ ხართ, რომ გირაოთი გამოშვებაზე დადო განცხადება შინაგან საქმეთა სამინისტრომ, რომ მიმართავენ და დღეს 3 საათზე იქნება სასამართლო. სასამართლოს მიმართავენ ამ მოთხოვნით, რომ გირაოთი გამოუშვან მე. რა თქმა უნდა, ის განიხარდა, რომ წინასწარი პატიმრობა და ასე ვთქვათ, თვეების განმავლობაში ხო გრძელდება თანის პროცესი, რომ ძალიან კარგად შევისწავლე და არა იურისტებმაც ყველა მთელი ეს პროცედურა. ეს ძალიან განიხარდა, რომ არ იქნება საპატიმროში, მაგრამ არც ეს არაფერს და გამომწვევ აღდგომა ზუსტად იმიტომ, რომ სისხლის სამართლის დევნა უნდა შეწყდეს. შეუძლებელია აი ასე ის იყოს სისხლის სამართლებული დევნა ახსნილი ადამიანის ასე რომ არა აკუთრი დავწერს სახლში ვერ გავჩერდი რაღაცა უნდა გამეკეთებინა ერთ ადამიანს რაც შემოწმება გამეკეთებოდა ისე მოსულიყავი ახი პალატის მორი პარტნიორთან გუშინაც ვიყავი ერთ-ერთ საფუძველზე და დამდგარიყავი ამ ჩემი ბანკზე რომ ესე იგი სიყვარულში ასეთი სამართლობა ხდება რომ ოცნების და ახი პალატის საარჩევნო შტაბთან ბანერზე წარწერის განმავლობაში ჩამორიცხეს და ბანერი არ დაზიანებულა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ესე იგი კიდევენ და სისხლის სამართლის დევნას იწყებენ 23 წლის სტუდენტი გოგოს წინააღმდეგ ეს არის აი ვერც აღწერ აი პრობლემაციის იმდენად მძიმე არის ჩემი შვილი შეიძლება იყოს მომდევნო იმდენად აუცილებელია და განსაკუთრებით ახალგაზრდა ყველანი დაუცველია ასე რომ ერთადერთი ნაწილი იყო ეს